წყალტუბოს განვითარების გეგმამ საკითხის საჯარო განხილვა გრძელდება. დღევანდელ პრეზენტაციას მთავრობის წევრებთან ერთად არქიტექტორები, ურბანისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების, ასოციაციების, ასევე ბიზნესის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებიან. ხელისუფლების წევრების განცხადებით პროექტის მნიშვნელობიდან და მასშტაბურობიდან გამომდინარე სურთ, რომ თითოეული ნაბიჯი ყველასთვის ცნობილი იყოს. შეგახსენებთ, რომ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ წყალტუბოს განვითარების პროექტს იწყებს 29 ოქტომბერს გამოაქვეყნა. ანა ბროლაძე განავრცობს თემას ახლა მოამბის პირდაპირ ეთერში ანა გისმენთ. ბიზნესმენები, რომლებიც დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ, იმედს გამოთქვამენ, რომ მათ ექნებათ გარკვეული შეღავათები სახელმწიფოს მხრიდან, რაც მათ საშუალებას მისცემთ, რომ საკუთარი ინვესტიციები განახორციელონ წყალტუბოს რეაბილიტაციის პროცესში. დღეს იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც ჩვენ ვესაუბრეთ, ამბობდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ჩართვა ამ პროექტში არის გარკვეულწილად კატალიზატორის როლი, რომ უფრო მეტად გააქტიურდნენ, მათ შორის სახელმწიფო უწყებები, მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა, იმდენად რომ მათ გაუადვილდეთ სხვადასხვა ტიპის პროექტების განხორციელება ადგილზე, მათ შორის იმ ბიზნესებს, რომლებსაც გარკვეული წლების განმავლობაში უკვე აქვთ ქონება, მათ შორის წყალტუბოში, თუმცა ადგილზე არსებული პრობლემებიდან გამომდინარე პროექტების განხორციელებას და ბიზნესის განვითარებას ვერ ახერხებდნენ. შესაბამისად, ისინი, როგორც უკვე აღნიშნეს, სახელმწიფოს მხრიდან ელოდებიან უკვე კონკრეტულად გენერალური გეგმის შემუშავებას, რომლის მიხედვითაც უფრო კონკრეტულად უნდა გაიწეროს ყველა ის პროექტი, თუ როგორ ხედავს ამ შემთხვევაში სახელმწიფო ძალიან მნიშვნელოვანი კურორტის წყალტუბოს განვითარებას და სწორედ ამ გეგმიდან გამომდინარე და იმ შეღავათებიდან გამომდინარე, რომელსაც თუ შესთავაზებს სახელმწიფო კერძო ბიზნეს, სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად ჩაერთვებიან კიდევ ბიძინა ივანიშვილის გარდა სხვა ინვესტორები წყალტუბოს რეაბილიტაციის პროცესში. ძალა ერთობაშია. ჯერ თავარად დავიწყო. ურთულესი ამის განვითარება. ჩვენ გვაქვს მაგალითი აბასტუმაზე, როცა 10 წლეულების განმავლობაში ფლობდით ჩვენი აქტივებს და ვერ დავიწყო, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის იქ მოსვლის შემდეგ ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქტიური ჩართვის შემდეგ და რაც დაახლოებით რამოდენიმე ასეული მილიონი დაიხარჯა ინფრასტრუქტურაზე, ჩვენ უკვე გადაწყვეტეთ საბოლოოდ 50 მილიონი დოლარის ჩადება. თუ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას გადაწყვეტავს სახელმწიფო და არის აი ამის ნიშნები, რომ ეს საბჭოთა მონუმენტური ნაგებობები ძალიან მიმზიდელი იქნება, მაგრამ ისინი ძალიან ხარჯიანები არიან. არ ვიცოდით რა პერსპექტივა იყო წყალთან მიმართებაში, ველოდებით ამ პასუხს, ველოდებით იმ საშაღავათო პირობებს, რომელიც შეიძლება ბიზნეს კონდეს, როგორც საგაზრდო კუთხით, ასევე სხვა დანარჩენი მიმართულებებით კიდე და ამის მერე მიიღებთ გადაწყვეტილებას. ინტერესი არის უბრალოდ სახელმწიფო. ყოველთვის იყო, იმიტომ რომ თვითონ იმდენად ლამაზი არის ბუნება და გარემო წყალტუბოს, რომ ინტერესი ყოველთვის არსებობს. ყველაზე მეტად ამით მოიგებს ადგილობრივი მოსახლეობა. ხდება შანსი, რომ წყალტუბომ აღედგინოს თავისი დაკარგული ღირსება და დაიბრუნოს ტურისტების როგორც მიმზიდველი პოტენციალი და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კიდევ ვიძახი პირველ რიგში ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ასევე საქართველოში ტურისტული ნაკადების და ზოგადად ტურიზმის განვითარების პარალელურად ვითარდება ძალიან ბევრი კომპანია, ვინც დაკავშირებულია ტურისტთან და წყალტუბოს აღორძინება ამ კუთხითაც ამ კომპანიების შემდგომ განვითარებას შეუწყობს. დღეს დარგის სპეციალისტები, ურბანისტები, არქიტექტორები, ხელოვნებათმცოდნეები, რომლებიც ესწრებოდნენ დღევანდელ ღონისძიებას, ამბობდნენ, რომ აუცილებელია გენერალური გეგმა, როდესაც შემუშავდება, მათი მონაწილეობა და ჩართულობა ამ პროცესში იყოს უზრუნველყოფილი და როდესაც სახელმწიფო დაიწყებს წყალტუბოს რეაბილიტაციაზე ფიქრს, რამდენიმე ძირითადი პრინციპი იყოს გათვალისწინებული, მათ შორის გეგმის შემუშავების პროცესში აუცილებელია, რომ ადგილზე არსებული შენობების კულტურული ღირებულება, კულტურული მემკვიდრეობა იყოს დაცული, ისევე როგორც ძირითადი კონცეფცია ამ კურორტის ხელმისაწვდომობა ყველასთვის და მათ იმედი აქვთ, რომ მაქსიმალურად ექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ გეგმის განხილვის პროცესში და მაქსიმალურად გაითვალისწინოს სახელმწიფომ ამ უნიკალური, ასე ვთქვათ, ადგილის ღირებულება. მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც დღეს გაცხადდა, არის ის, რომ გენერალური გეგმა გაკეთდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ კურორტის პრივატიზაცია რამდენჯერმე სცადეს, გენერალური გეგმის გაკეთებაზე აქამდე საუბარი არ ყოფილა, თუმცა ასეთი ჩარჩო გეგმის მომზადება ჩვენ მოვითხოვეთ მანამდე ჩვენ განცხადებაში, რომელიც იყო ივანიშვილის განცხადების sapasუხოდ. ჩარჩო გეგმის მთავარი ამოცანა, როგორც უკვე ვთქვი და გავიმეორებ, უნდა იყოს საჯარო ინტერესის დაცვა, როგორც არის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, სამკურნალო, საჯარო და სარეკრეაციო რესურსების შენარჩუნება. ახალი გეგმა
დიდად არ უნდა ცდებოდეს იმ დაგეგმარებას, რომელიც არის. ეს უნდა იყოს იმ სევეროვის მიერ გაკეთებულ გეგმაზე მორგებული, რაც გულისხმობს კურორტის ცენტრში დიდი პარკის არსებობას, რომელშიც არის განთავსებული სხვადასხვა ლანდშაფტური არქიტექტურა, ასევე შადრევნები, ასევე ყველა აბაზანა და აი ამ პარკის გარშემო წრეზე განთავსებული არის სანატორიუმები. კულტურული მემკვიდრეობის ის პოტენციალი, რაც გააჩნია, შენობები, ასე ვთქვათ, მას მიენიჭება სტატუსები და შესაბამისად სტატუსების მინიჭების შემდგომ, რა თქმა უნდა, თამაშის წესებით ზუსტად ისეთი იქნება, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს სჭირდება. გენგეგმის პარალელურად მოხდება სრულფასოვანი დაფარვით ინვენტარიზაციის განხორციელება და იქიდან ამოღებული მასალებით, როგორც კი გენგეგმა დაიწყება, რა თქმა უნდა, მაშინ იქნებით ჩართული, იქიდან ამოღებული მასალებით მოხდება ამ ობიექტებისთვის სტატუსის მინიჭება. გენგეგმის შემუშავებაზე პასუხისმგებელი იქნება ინფრასტრუქტურის სამინისტრო და უწყების ხელმძღვანელმა მაიას ქიტიშვილმა გითხრა, რომ გენგეგმასთან დაკავშირებით სულ ცოტა ხანში გამოაცხადებს კონკურს უწყება, თუმცა ის დაეყრდნობა ჯერ კიდევ 2014 წელს ავსტრიული კომპანიის მიერ შემუშავებულ კონცეფციას წყალტუბოს განვითარებასთან დაკავშირებით. დღეს ეკონომიკის მინისტრმაც განმარტა, რომ ძალიან დიდია ინტერესი, მათ შორის კერძო ბიზნესის მხრიდან წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტის მიმართ. ეს ინტერესი კიდევ უფრო მეტად გაზარდა ქართული ოცნების თავმჯდომარის ინტერესმა და განცხადებამ, რომ ის ერთვება წყალტუბოს რეაბილიტაციის პროცესში, თუმცა მან ასევე განმარტა, რომ მისი ჩართულობა იქნება მხოლოდ ის, თუ კერძო ბიზნესი არ დაინტერესდება ადგილზე არსებული, მათ შორის 22 სასტუმროს, რომელიც ასევე შეიცავს თავის მხრივ აბანოებს და ანუ სანატორიუმებს, ამის რეაბილიტაციით არ დაინტერესდება კერძო ბიზნესი, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა საჭირო. დღეს ეკონომიკის მინისტრმა თქვა ისიც, რომ 2019 წლის მონაცემებით საბაზრო ღირებულება 62 სასტუმროსი არის 47 მილიონი ნახევარი ლარი და სწორედ ამ ფასად, ამ საბაზრო ღირებულების ფასად გაიყიდება ეს ობიექტები, რომელიც არის სახელმწიფო საკუთრებაში 15 მათგანი, ხოლო 7 არის პრივატიზებული და დღევანდელ შეხვედრაზე გამოჩნდა, რომ ამ კერძო კომპანიებსაც, რომლებიც ადგილზე ფლობენ ქონებას, აქვთ ინტერესი, რომ მაქსიმალურად კი არ გაასხვისონ ეს ქონება, არამედ განავითარონ და უფრო შემოსავლიან და მომგებიან ბიზნესად აქციონ წყალტუბოში არსებული მათი ქონება. გენგეგმა უფრო დეტალებში დაამუშავებს ამა თუ იმ ზონის განვითარებას, დაამუშავებს მათ შორის როგორც აღვნიშნე იმ საჯარო ინფრასტრუქტურის მოწყობის საჭიროებას, იქნება ეს დამატებითი სარეკრეაციო სივრცეები, საზოგადოებრივი პარკინგები, თავშეყრის ადგილები, ან სხვადასხვა ასეთი ტიპის საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც ყოველთვის არის გენგეგმის ნაწილი. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ კურორტის განვითარებაზე ვსაუბრობთ, ასეთი ტიპის ზონების და საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარება უფრო მეტ მნიშვნელობას იწევს. ჩვენ გავახმოვანეთ ის კონკრეტული ვალდებულებები, რასაც თავის თავზე იღებს სახელმწიფო აი ამ დიდი ისტორიული პროექტის განხორციელების ფარგლებში. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს არის განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც ყველა ასპექტს მოიცავს, დაწყებული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის, ასე ვთქვათ, საკითხით, დამთავრებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხით, რაც თავარია ის გეგმაზომიერი ურბანული განვითარების საკითხს. ასევე ვისაუბრებთ იმაზე, რომ სახელმწიფო აქტიურად მიიღებს მონაწილეობას ამ საკურორტო ქალაქის მარკეტინგში, მართვაში. კურორტს აქვს შესაძლებლობა მოემსახუროს უფრო მეტ ადამიანს, რომლებიც დარჩებიან უფრო ნაკლები დრო. სამაგიეროდ ეს არის ჰაბი, საიდანაც ერთის მხრივ ახლოს არის ქუთაისი, ახლოს არის ოკაცეს, მარტვილის კანიონები, ახლოს არის ლეჩხუმი, რაჭა, სვანეთი თავის შესაძლებლობებით და სულ რაღაც საათნახევრის მანძილზე არის ზღვა. ასე რომ ეს არის ჰაბი, რომელიც მართლა მოიზიდავს ტურისტებს. ინფრასტრუქტურის სამინისტრო უახლოეს მომავალში გეგმავს, რომ გამოაცხადოს კონკურსი წყალტუბოს განვითარების გენგეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრი, ისე როგორც ეკონომიკის მინისტრი პირობას დევს, რომ შეხვედრები წყალტუბოს რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების ჩართულობა, ბიზნესისთვის მაქსიმალური ინფორმირება და ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფო სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით იქნება უზრუნველყოფილი. მადლობთ ანა ბროლაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. საქართველოს 27 ნოემბრიდან 6 თვით ევროპის საბჭოს